გასულ წელს ბრიტანული ენერგოკომპანია Zephyr Energy სერიოზული კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, სადაც ჰაკერებმა შეძლეს 700,000 ფუნტის წინააღმდეგის მითვისება. ჰაკერებმა გამოიყენეს მეთოდი, რომელიც ცნობილია როგორც ბიზნეს ელფოსტის კომპრომიტირება. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია აპირებდა მსხვილი თანხის გადარიცხვას პარტნიორი მომწოდებლებისთვის. კიბერშეტევისას ჰაკერებმა მოახერხეს მიმოწერაში ჩართვა და ფინანსურ განყოფილებას ყალბის საბანკო რეკვიზიტები გაუგზავნეს. კომპანიამ თანხა ეჭვის გარეშე პირდაპირ მათ ანგარიშზე გადარიცხა. კიბერდანაშაული მხოლოდ მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ნამდვილმა მომწოდებლებმა კუთვნილი თანხის დაგვიანების გამო პრეტენზია გამოთქვა. საქმეში მაშინვე ჩაერთო სამართალდამცავი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები, თუმცა თანხების დაბრუნება ენერგოკომპანიამ ვეღარ შეძლო. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი კიბერშეტევები საქართველოში ძალიან მომრავლდა. დაზარალებული კომპანიები ცდილობენ დამალონ ეს შემთხვევები, მაგრამ არაერთი კომპანია გახდა უკვე კიბერშეტევის მსხვერპლი, რამაც 100,000 დოლარის დაკარგვა გამოიწვია. კიბერთაღლითობა სულ უფრო დახვეწილი ხდება და მისგან დაზღვეული არავინ არ არის. თუ გინდათ რომ თქვენი კომპანია მაქსიმალურად იყოს დაცული, მოგმართეთ ჩვენ. IT-ტექი დაგეხმარება თანამედროვე კიბერუსაფრთხოების სისტემების დანერგვაში და თქვენი ფინანსების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.